მოგესალმებით, გაგაცნობთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებას. საზოგადოებამ მოისმინა სატელეფონო ჩანაწერები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასჯელახსრების სისტემას მთლიანად მართავენ კრიმინალური ავტორიტეტები და არა სახელმწიფო. დუმილის უფლება, რომელსაც უკვე მესამე დღე აიყენებს ხელისუფლება, მიუთითებს, რომ ჩანაწერები ავთენტურია, სასჯელახსრების სამინისტრო უუნარო და სიტუაცია საგანგაშო. იმ ჩანაწერებიდან, რომელიც გავრცელა ერთ-ერთმა ტელეარხმა, ირკვევა, რომ კრიმინალები მთავარ დასაყრდენად მიიჩნევენ ბიძინა ივანიშვილს. ისინი ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევენ თავის იდეოლოგად და სწორედ ივანიშვილი სოლოლაკის შუშის სასახლიდან ქურდული ტრადიციების სრული დაცვით მართავს სახელმწიფოს. მას არ უჭირავს ოფიციალური თანამდებობა, ქურდული გარჩევებითაა დაკავებული პრეზიდენტთან და საკუთარ მინისტრებთან, საზოგადოებას კი მოუწოდებს გაგებით მოეკიდო მკვლელობებს, ყაჩაღობას, ზარცვა დაუთოებას. ციხეებში კრიმინალური ავტორიტეტებისთვის კონტროლის გადაცემა იწვევს ძალადობის ესკალაციას და ამის დასტურია თუნდაც ბოლო კვირაში საეჭვო ვითარებაში 3 პატიმრის გარდაცვალება. ციხის გარეთ კრიმინალურ ჯგუფებთან გარიგებები, მე შეგახსენებთ რემენას, ლავასოღლის მაგალითებს, პროკურორისთვის მანქანის დაწვას, ნამორაძის გათავისუფლებას პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან, ეს ყველაფერი იწევს დანაშაულის ზრდას, ძალადობას, რეკეტს, ქუჩის გარჩევებს, დაშინებებს, პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას და ჩამოშლას. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრებაზე, ჩვენი ოჯახის უსაფრთხოებებზე. უუნარო პრემიერ-მინისტრი, უსუსური და ქვეყნის სასაცილოდ ქცეული შინაგან საქმეთა მინისტრი 90-იანი წლების კადრებით და რეიდებით ცდილობენ კრიმინალთან ბრძოლის იმიტაციას. პრობლემის დამალვა და უგუვებელყოფა, სტატისტიკის გაყალბება ამ მთავრობის საფირმო ნიშნად იქცა. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღმოეპხრათ ციხეებში არსებული პრობლემები და შეექმნათ ადამიანის უფლებების დაცვის რეალური ეფექტური მექანიზმი, მივიღეთ მეორე უკიდურესობა, როდესაც მთავრობა წავიდა გარიგებაზე კრიმინალურ სამყაროსთან და ციხეებში კონტროლი პირდაპირ და მთლიანად გადააბარა კანონიერ ქურდებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და უშუალოდ სოზარ სუბარის როლზე. ყველა პირს, ვინც შესაძლოა ჩართული ყოფილიყო ამ დანაშაულ ქმედებებში, გამოძიების პერიოდში შეუჩერდეს უფლებამოსილება და კიდევ ერთხელ ვითხოვთ პარლამენტში არსებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად გამოცხადდეს შინაგან საქმეთა მინისტრი ჭიკაიძე, რომელიც უკვე მრავალი თვეა არიდებს თავს უმცირესობის ხდომაზე მოსვლას. მადლობთ.